უნგრეთმა უკრაინას ის ფული და ოქროულობა დაუბრუნა, რომელიც უკრაინული სახელმწიფო ბანკისგან ჰქონდა ამოღებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უნგრეთის ხელისუფლებას კონსტრუქციული მიდგომებისთვის და ცივილური და მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის ორი ქვეყნის ურთიერთობებში. Важливий є крок Угорщини сьогодні. უნგრეთმა დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. უკრაინამ სრულად დაიბრუნა თავისი სახსრები და აქტივები, ასევე ოქრო, რომლებიც პრაქტიკულად ორბანის მმართველობის პერიოდში მოიპარეს. ოშად ბანკის თანხების დაბრუნება ნამდვილად სამართლიანი გადაწყვეტილებაა უნგრეთის მხრიდან. ჩვენ ამას ვაფასებთ და მივესალმებით იმას, რომ ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობის პირობებში უნგრეთი კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ ასეთ ნაბიჯებს დგამს. ჩვენ უკრაინაში მზად ვართ ამ მხრივ წინსვლისთვის. Добросусідство. 5 მარტს უნგრეთის პოლიციამ დედაქალაქის მახლობლად ოშად ბანკის ინკასატორების მანქანა გააჩერა და ბანკის კუთვნილი 40 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს ოდენობის თანხა ამოიღო, აგრეთვე 9 კილოგრამი ოქრო. ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით ბუდაპეშტი ამტკიცებდა, რომ ეს თანხა შესაძლოა დანაშაულებრივ საქმიანობას უკავშირდებოდა. დაიწყო გამოძიება ფულის გათეთრების საქმეზე. უკრაინის მოქალაქეობის მქონე 7 პირს კი, რომლებსაც საქმესთან ჰქონდათ კავშირი, უნგრეთმა ქვეყანა დაატოვებინა. ინციდენტს დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა. კიევმა უნგრეთის ხელისუფლება სახელმწიფოებრივ ტერორიზმში დაადანაშაულა. ვიქტორ ორბანის მიერ წაგებული არჩევნების შემდეგ კი პრემიერობისთვის უკვე პეტერ მადიარი ემზადება. სულ ახლახან მან უკრაინის პრეზიდენტს შეხვედრა და ურთიერთობების გადატვირთვა შესთავაზა.